ესეც ჩვენი მზის სისტემა თავისივე 9 პლანეტით, მათ შორის ხედავთ ყველაზე დიდი ორბიტის, გარე ორბიტის მქონე პლუტონს, შემდეგ ნეპტუნი, ურანი, შემდეგ მოჩანს იუპიტერი, გაცრავად სატურნია, შემდეგ იუპიტერია. ეხლა ცოტა რომ მიუახლოვდეთ და ვინახავთ რომ იუპიტერის შემდეგი ორბიტა ეს არის მარსი, წითელი ფერით აღნიშნული, შემდეგ ლურჯი ფერით აღნიშნული დედამიწა, შემდეგ ვენერა, მერკური და მზე. ახლა მინდა დავამატო ერთი მომენტი, რომ აქვე კიდე რაღაც კომეტა მოძრაობს, მე არ ვიცი ამ კომეტას რა ქვია, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ამ კომეტაზეა საუბარი, როდესაც ზოგიერთები პანიკურ სიტუაციას ქმნიან 2011 წლის ბოლოსთვის დედამიწისა და ამ კომეტის შეჯახების შესახებ. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. აი ამ მომენტში ეს რეალური, ანუ დღევანდელი დღის შესაბამისი სურათია, უпростоრად რეალური დროისთვის შესაბამისი სურათია. აი ეს მომენტი არის 2011 წლის 16 ივლისი. შეგვიძლია დაველოდოთ თვალწდები ნოემბერში თუ დეკემბერში ვიწინასწარ მეტყველებენ რაღაც კატასტროფებს. დაველოდოთ, ცოტა მოუჩქაროთ და ვნახოთ. ესე იგი 25 დეკემბრისთვის მსგავსი არაფერი არ ხდება. ცოტა უკან დავიწიოთ, მით უმეტეს არაფერი არ ხდება. წავიდეთ წინ გავაგრძელოთ და ვნახოთ 23 ნოემბერი, 5 დეკემბერი, 2011 წლის 30 დეკემბერი და დაიწყო 2012 წელი. ეს მაწვილი თავის გზით მიდის, ეს მაწვილი თავის გზით მიდის, რომ მოუჩქაროთ კიდევაც და ვნახოთ, როდის შეიძლება ეს ოდესმე მოხდეს. ეს არის 2012 წლის 5 დეკემბერი, როგორც თქვით წეხან და არაფერიც არ მოხდა. ეს შემდეგ 2013 წელი კიდევ უფრო დავაჩქაროთ. სადღაც ოდესღაც ალბათ ესენი დაემთხვევიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 2014 წელია, მსგავსი არაფერი არ ხდება. არც კიდე რო აუჩქაროთ და უფრო დავაკვირდეთ, ისე გავს თითქოს აქ, მაგრამ მაინც არა გაასწრო. ეს იყო 2017 წელი. აუჩქაროთ, ვნახოთ კიდე ერთი ნაბიჯით წინ. ესეც უბრალოდ 2018 წელს გადაკვეთა, მაგრამ არ შეჯახებია. $2020 წელი, არ ვიცი, შეიძლება 100 წლის მერე დაემთხვას, შეიძლება 1000 წლის მერე დაემთხვას. ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ ამ მომენტს, როდის შეიძლება ესენი ერთმანეთს შეეჯახონ. ეხლა არის 2023. 2023, 2024 ისევ აშორდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ არც არასდროს დაემთხვას. გააჩნია როგორი ორბიტებია და რა სიჩქარეებით მოძრაობენ. 2029 წლისთვის მსგავსი არაფერი არ ხდება და 2032-ისთვისაც მსგავსი არაფერი არ ხდება. თუმცა მაინც არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ერთი წუთით არა ბატონო, 2034 წელია. მივუახლოვოთ კიდევ უფრო ახლოს და როგორც ხედავთ, სულ სხვადასხვა ადგილებში კვეთენ ორბიტებს, ერთმანეთის ორბიტებს
ეს ორი ობიექტი. 2034 წლის ნოემბრის თვე ჩამორჩება. ვნახოთ რა მოხდება მაგალითად 2043 წელს. დავუშვათ. ისე სერიოზულად არიან დაშორებულები, კარგ ახანს არ უჩანს ალბათ პირი ერთმანეთთან შეჯახების. მოკლედ 2045 წლამდე ნამდვილად ვიცით რომ არაფერი არ მოხდება.